კორექტული შოუ კვლავ ეთერშია. თბილისის იერსახეზე ბოლო 25 წელი აღარავის უზრუნია. ყოველ შემთხვევაში დადებითი კუთხით. ამ თემაზე მუშაობდა ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მარშანია და ახლა ვნახოთ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ეს ჩემი ლამაზი, ნაცრისფერი თბილისია. მას, როგორც სხვა ქალაქებს, სჭირდება გაფართოება, განვითარება და განაშენიანება. თბილისიც არ არის გამონაკლისი. ვითარდება, შენდება და მშვენდება. უკანონო მშენებლობები, ქალაქის არასწორი დაგეგმარება, ქალაქის იერსახის არასწორი განვითარება, კორუფციის მუდმივი ბუდე, უშნო შენობები, ცუდი არქიტექტურა, ბეტონის გროვა, ძვერი. ან უბრალოდ შეგვიძლია მას ახალი თბილისი ვუწოდოთ. ოცდაათიანი წლების შემდეგ იმდენი უსახური შენობა აშენდა თბილისში, რომ ახლა უკვე ძველი თბილისი და ნარიყალა ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. ბოლო დროს ყველაზე აქტუალურია საცხოვრებელი კორპუსების აშენება. კორპუსები შენდება ყველგან, სადაც რამდენიმე კვადრატული მეტრი თავისუფალია და ხშირად ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. რას გვანიშნებენ მერია და სამშენებლო კომპანიები ამით? ხომ არ ცდილობენ ამ ხერხით დაახლოვონ მოსახლეობა ერთმანეთს და უფრო მეგობრული გახდეს თბილისი. გადავწყვიტე ამ პრობლემებზე დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად შესაბამისი სამსახურისთვის მიმემართა. ესე იგი, სად მინდა იცით გასვლა? აი ეს ორგანიზაცია რო არის. ძალიან დიდი ხელფასები რო აქვთ, არაფერში რო არ იღებენ ფულს. აბა მითხარი. რა ქვია? ბიუჯეტი და რო აქვთ მაღალი ხელფასი. ქალაქს რო დედა ეს რა ქვია? კი, კაცო. მერიაზეა ლაპარაკი, არა? კი ბატონო, კი, მან შეგვიძლია რო გავიდეთ. კი ბატონო, სიამოვნებით. გაიხარეთ, აბა წავედით. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომენტარზე უარი განაცხადა. ჩვენ კითხვებზე პასუხს მხოლოდ საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი დათანხმდა. ბატონო ალექსანდრე, თბილისმა დაკარგა თავისი იერსახე ამ მშენებლობებით. რა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ თბილისში ასეთი შენობები აღარ აშენდეს და უფრო სახიერი იყოს თბილისი და უფრო მეტი სივრცე იყოს? პროცესი არის გასაჩერებელი. ამ ეტაპზე აუცილებელია, რომ სადღაც ეს პროცესი უნდა გაწყდეს. ამის შანსი ქონდა ახალ ხელისუფლებას ქალაქის, იმიტომ რომ წასვლის წინ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობამ ქალაქის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებში დაყარა საშინელი ნებართვები მარტში, აპრილში, მაისში და ვითხოვდით რომ აი გაწყვეტილი პროცესი. თუ მერია და საკრებულო ვერ აგვარებს ამ პრობლემას, ალბათ ჩვენ ხო არ შევთანხმდეთ მოსახლეობა და მაგალითად მანქანები აღარ ვიყიდოთ და ერთი დიდი მარშრუტკა ვიყიდოთ სამეზობლომ და ვიაროთ, იმიტომ რომ ეს მანქანებს ვერ ვაჩერებთ. არა, მარშრუტკებს ტივები ჯობია, ესე ტივი შევკრათ და აღმო ვიცურავთ ხოლმე. კარგით, და ამ მდგომარეობით რა მდგომარეობაში ახლა თბილისია, რომელ აოხრებულ ქალაქს მიამსგავსებდით თქვენ? ეხლა გავს ალბათ დაახლოებით ასე გამოიყურებოდა 1795 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აღა მაჰმად-ხანის მიერ ნატანჯი თბილისი, ოღონდ უფრო პატარა იყო. ბოლო 25 წელია იცვლება მთავრობა, იცვლება ქალაქის მერი, იცვლება მერიის შენობაც. ერთადერთი რაც არ იცვლება მერიის არქიტექტურის სამსახურია. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ? ალბათ კარგად მუშაობენ, მაგრამ ახლა ეს არ არის საინტერესო. საინტერესო ის არის, რომ თუ მათ ასე კარგად გააგრძელეს მუშაობა, როგორი იქნება თბილისი 25 წლის შემდეგ. ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მარშანია.